დიდი კითხვა ასეთია, როგორი იქნება ახლო აღმოსავლეთი მას შემდეგ, რაც ომი საბოლოოდ დასრულდება აშშ-ს ისრაელსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნებისთვის, მათ შორის საუდის არაბეთისთვის, ყატარისთვის და პაკისტანისთვის ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, როგორც რეგიონული გადალაგების უფრო ფართო პროცესის ნაწილი. მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური შეთანხმებები თუ შეცვლის ახლო აღმოსავლეთს, თუკი მდგრადი მშვიდობა უფრო ღრმა რაღაცას კავშირებს საჭიროებს. ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, თემებს შორის, რელიგიურ ლიდერებს შორის. ხოლო რაბინი დოქტორი იაკობ ნაგინი, იერუსალიმის რელიგიათა შორისი ცენტრის პრეზიდენტი, ცოტა ხნის წინ ხელმძღვანელობდა ყველაზე დიდ ისრაელის რელიგიათა შორის დელეგაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ებრაელი და მუსლიმი ლიდერები შეხვდნენ თანაცხოვრების, განათლებისა და, რა თქმა უნდა, რეგიონული თანამშრომლობის მომავლის განსახილველად. და ის აქ არის ჩვენთან სტუდიაში. რაბინო, თქვენ ახლახან დაბრუნდით საამიროებიდან, ასე რომ ნამდვილად იცით, რამდენად ამაღელვებელი რამდენიმე დღე გაატარეთ იქ. ამ ვიზიტის შემდეგ უფრო ოპტიმისტურად ხართ განწყობილი თუ პესიმისტურად ებრაელებსა და მუსლიმებს შორის ურთიერთობების მომავლის მიმართ ახლო აღმოსავლეთში? როგორც ჩარლზ დიკენსმა თქვა, ეს იყო საუკეთესო დრო. ეს იყო ყველაზე ცუდი დრო. ორი ვექტორია. ეს ყველაზე მძიმე მხარეა, რელიგიის იარაღად გამოყენება. მაგრამ ემირატებიდან რო უყურებთ, უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ მეორე ვექტორის გამო. აბრაამის შეთანხმებების განსაკუთრებულობა ის კი არ არის, რომ ისინი გაფორმდა, არამედ მათი გამძლეობა, რომელიც ნამდვილად პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლით გამოიცადა. და იმ 30-ზე მეტი ლიდერის პირადი გამოცდილება, რომლებიც ემირატებში ჩამოვიდნენ, არა მხოლოდ დახურულ კონფერენციებზე, არამედ ტაქსის მძღოლებთან, ქუჩაში სიარულისას, სრულიად განსხვავებულ რეალობას გრძნობდნენ. და თავარი გზავნილი, რომელზეც ვფიქრობ, იმედია ყურადღებას გავამახვილებთ, რასაც ვისმენთ, როგორც ემირატელებისგან, ისე ყველა დონეზე, არის ის, რომ ეს ურთიერთობაა, ნამდვილი ურთიერთობა. ეს მხოლოდ ინტერესებზე არ არის, ეს მხოლოდ ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე არ არის. ეს რაღაცა უფრო ღრმა, რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი. და ვფიქრობ, შესაბამისად, ეს არის რაღაც, რაც დიდხანს გაგრძელდება. საინტერესოა. იცით, აშკარაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს მეტ მუსლიმურ ქვეყანას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც ბევრს ეჭვიეპარებოდა, რომ ნამდვილად მოხდებოდა, განსაკუთრებით იმ რეგიონული ომის ფონზე, რომელსაც ახლა ვხედავთ. ამ შეხვედრის შემდეგ ფიქრობთ თუ არა, რომ მაგალითად ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი, კვლავაც ამ მიმართულებით მოძრაობენ? კარგი. რაც შეეხება თავად საუდის არაბეთს, ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა და გამოთვლება, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც ისლამი სოფლიოს მოუტანა, აუცილებლად უნდა არსებობდეს ნარატივი, ისტორია, რომ ისრაელთან ნორმალიზაცია, მუსლიმური იდენტობის დაგნინება კი არა, არამედ მისი დადასტურება. და სწორედ ამიტომ ხედავთ ჩვენი ძალისხმევის მთავარ მიზნად ებრაული და მუსლიმური რელიგიური ძმობის განვითარებას. რათა ვთქვათ, რომ აქ არის დიდი ისტორია. ჩვენ ორივე ამ ისტორიის ნაწილი ვართ და ნორმალიზაციით ჩვენი საერთო ისტორიის განხორციელება ხდება. საინტერესოა. წლების განმავლობაში რამდენჯერმე შევხვდი საუდის არაბეთის ერთ-ერთ წამყვან ისლამურ ფიგურას, მუჰამედ ალისას. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ვიყავი. კონგრესმა მას პატივი მიაგო ღონისძიებით, როგორც რელიგიათა შორისი თანამშრომლობის პოზიტიურ ძალას. და როცა დრო მოვა, ვფიქრობ, ამ მიმართულებით წინსვლას ვიხილავთ. იცით, ფიქრობ, ერთ-ერთი საინტერესო კითხვა, რომელიც ბევრს აქვს, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ, არის დღეს ნორმალიზაციას მთავრობები წარმართავენ, თუ ხედავთ ნამდვილ მხარდაჭერას ჩვეულებრივ ადამიანებშიც. რადგან ვიცით, რომ არსებობს ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები, რასაც ახლა უშუალოდ ხედავთ, განსაკუთრებით ამ ომის ფონზე, აშშ-ს ისრაელსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის, რაც აბსოლუტურად ხაზს უსვამს ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობას. მაგრამ მაინც ბევრი ეჭვია შეიძლება ითქვას ჩვეულებრივ ადამიანებში. მართალია, ასე რომ ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თითოეულ ჩვენგანს ორი თვალი გვაქვს. ერთი თვალი ჩვენი ინტერესებია. და ზემოდან ისინი ძირითადად ინტერესებზე ზრუნავენ. მაგრამ მეორე თვალი იდენტობას ეხება. და ეს ეხება ფართო საზოგადოებას. თუ ფართო საზოგადოება თვლის, რომ ჩვენი იდენტობები კონფლიქტშია, ნორმალიზაციის გზაზე არ ვდგავართ. როგორღაც ეს ამბავი უნდა შეიცვალოს, რომ დავინახოთ ჩვენი იდენტობები გვაერთიანებს. და სინამდვილეში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია Impact-ი, რომელმაც შეისწავლა სასწავლო სახელმძღვანელოები ახლო აღმოსავლეთში და დააფიქსირა ბევრი პოზიტიური ცვლილება ქვეყნებში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც ებრაელ ხალხს უკავშირდება.
საინტერესოა, იცით, ჩვენ ხედავთ ბევრ ადამიანს, რომლებიც ძირითადად რელიგიას ადანაშაულებენ აქ კონფლიქტის გაღვივებაში. ასე რომ ცხადია, იცით, სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგის იდეაც არის ის, რაც ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ზოგჯერ კი ეჭვიც კი ეპარებათ მასში. თქვენ ამტკიცებთ, რომ რელიგიას შეუძლია იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტის ნაწილი. რატომ ამტკიცებთ ამას? ზუსტად იმიტომ, რომ ეს ადამიანები მართალნი არიან. სწორედ იმიტომ, რომ რელიგია პრობლემის ნაწილია, მისი იგნორირება არ შეიძლება. თქვენ ვერ უგულებელყოფთ მას. ის ან კონფლიქტს შექმნის, ან კავშირს. ის ნეიტრალური არ იქნება და ისინი ფიქრობენ, რომ ეს გამორჩა 90-იან წლებში. ფიქრი, რომ ეკონომიკური სარგებელი საკმარისი არ არის. ეს ეხება ისტორიას, ეს ეხება იდენტობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის ხალხებისთვის. ჩვენ ვერ უგულებელყოფთ ამას. დიახ, ეს პრობლემის ნაწილია. ამიტომ ჩვენ ვერ უგულებელყოფთ ამას. ანუ საჭიროა პარადიგმის შეცვლა, ნარატივის შეცვლა და ამის განხორციელება. ეს გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ამ კონფერენციის ერთ-ერთი თემა განათლებას ეხებოდა. ფიქრობ აშკარაა, რომ ძალიან რთულ სიტუაციას უყურებთ იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომები მიმდინარეობს. იცით, თანაცხოვრების სწავლების იდეა ბავშვებისთვის, რომლებიც ომში გაიზარდნენ, ახლა უფრო რთული ჩანს ვიგრე ოდესმე. როგორ ახერხებთ ამას? კარგი, პირველ რიგში განათლებაში დიდი ყურადღება ეთმობოდა სოციალურ მედიასა და ხელოვნურ ინტელექტს. და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც კონფერენციაზე მოვისმინე, იყო ის, რომ თუ საქმე ეხება ბრძოლას იმის შესახებ, ვინ არის მართალი და ვინ არასწორი, ჩვენ ჩიხში აღმოჩნდებით. ჯერ კავშირი, მერე შესწორება. ჩვენ უნდა ვუზიარებდეთ ადამიანებს, სურათებს, ისტორიებს, რეალური ცხოვრების მაგალითებს კავშირის შესახებ, რომელიც ცდება იმას, ვინ არის მართალი და ვინ არასწორი, უსასრულო დებატებს. ეს ეხება ისტორიას, ეს ეხება კავშირს, ეს ეხება ერთობლივად განცდილ რეალობას და სწორედ ეს ისტორიებია, რომლებიც გულს ეხება. და როგორც მაჰათმა განდიმ თქვა, თავად იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა რომ იხილო მსოფლიოში. თავად იყავი ეს ცვლილება და აჩვენე ეს მთელ მსოფლიოს. კარგი, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის, რაბი ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრების მოსმენა განსაკუთრებით ამ კონფერენციის შემდეგ. და ვფიქრობ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი რაფერი ასაც ამბობთ, სიმართლე აღმოჩნდება. ეხლა გავდივართ სარეკლამო შესვენებაზე, სანამ გადავალთ მიმოხილვაზე. აქ რამდენიმე სწრაფი განახლება. ჰეზბოლას რაკეტა მოხვდა ჩრდილოეთის ერთ-ერთ დასახლებასთან, როგორც ით ფაცხადებს. მიმოხილვაში ამას დეტალურად განვიხილავთ. დარჩი ჩვენთან 24 News English-ზე. მე ვარ ნატაშა კიროჩუკი. მადლობა რაბი, რომ შემოგვიერთდით.